მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, სტუმრებო გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ჩემი ენერგეტიკები მარტო ჩემი გამომწერებისთვის მაქვს. დღეს გვაქვს სერიოზული, უსერიოზულესი რიტუალი, ჩემი რიტუალები ყოველთვის, ახლა მატყობთ ხო, რომ ცოტა დამჯდარი ტონით ვსაუბრობ, იმიტომ რომ მე აქ დღეს ვიმუშავებ, აი ეს არ არის შავი მაგია, მაგრამ თეთრი მაგები ვმუშაობთ, ვიხმობთ, როცა საჭიროა, მტერი რო არ გვეშვება, სიკვდილზე რომ მუშაობს, ჩვენ სიკვდილზე, ჩვენი ოჯახის წევრების სიკვდილზე და ასე შემდეგ, ჩვენს განადგურებაზე. მე ამ დროს მე იცით ახლა ახსნა არ გინდათ ხო, რომ მე ვინც მიცნობთ, აი მიჭერს საუბარი, იმიტომ რომ აქ არის სერიოზული ძალები, ეთერს გარეთ დაცვებია, არ შეგეშინდეთ, აქაც დაცვებს მერე გაგიკეთებთ და ისედაც არის. აქ არის სარკისებური, აი აქ დგას სარკე წითელი. სარკისებური ბუმერანგი. მე აქ ახლა ჩავახედებ აი ამ მტერს, აი ასე. რო იხსნით, იწმინდებით არის ესეთი შემთხვევა, კიდე წრეზე, კიდე თავიდან ბრუნდება, ხო? იმიტომ რომ აქ სარკისებური დაცვებია, აქ მოიხსნება სარკისებური დაცვები ჩვენი მტრების, გამკეთებლების და დამკვეთების, ვინც გაგიმეტათ ასე და ვინც შეასრულა. მოვიწვიე მე აქ თეთრი და შავი ძალები, ნათელი და ბნელი ძალები, რომლებიც დამეხმარებიან ჩვენ თუ პატივი უნდა სცე შავ ძალებს და თეთრ ძალებს, თუ პატივს სცემ, ეს არის სამყარო ორი ერთად, არაერთხელ მithქვავს თქვენთვის, ჩემი გამომწერებისთვის. ეს შავი ძალები პირიქით დაგიცავენ, რო იცოდეთ და ამიტომ არსებობს თეთრი, მხოლოდ და შავი ძალები. ამასაც აქ აუყუდებ, ამაზე რომ მუშაობენ, რომ დასაჯოს ჩვენი მტერი. და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მზე, ეს მერე დაგჭირდება, ეს უკვე არის მე და თქვენ, ვოლტი, მე და თქვენ, უკვე მე აქ რო ვიჯექი 1 საათი ვამზადებდი ამ ყველაფერს, ადვილი არ არის, უკვე ძალიან წამერთვა ენერგიები, მაგრამ ვთხოვე თეთრ და შავ ძალებს, რომ დამეხმარონ ჩემ წინაპრებს, ანგელოზებს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოს და ასე შემდეგ, ხო, ვინც მე მეხმარება, ვინც მე ეს ძალები მაჩუქა და ვთხოვე ხა თქვენს წინაშე, რომ ვინც მე ძალები მაჩუქეთ, დამეხმარეთ, რომ მე უფრო გამაძლიეროთ ამ რიტუალის დროს და მე ხალხს გადავცე მხოლოდ ჩემს კარგ და პატიოსან და კეთილის სინდისიერ გამომწერებს. მადლობთ. აქ წაკითხულია სერიოზული ლოცვები, სერიოზული დამცავი. ხო, კიდე რა, შავი სანთელი მუშაობს, აქ თავი დაცვით არის, იჩქარეო მითხრა, კარგი, დავიწყებ, მაგრამ უნდა მეთქვა, ეს ეხლა მე მინდა ცოტა მოგიტრიალოთ, რომ დაგანახოთ რა ხდება. რო გაგარკვიოთ, მერე დავწევ, რა ხდება, აი უყურეთ დაბლა რა ხდება. ოპაპა, რო არ გაუხარია და აი უყურეთ. მარილი, პილპილი, არავის არ უყვირს, ეს კალინა, კიდე რაღაცეები, ნუ გვაზდიკა ხო, მაგრამ კიდე რაღაცეებია და აქ არის კიდე სხვანაირი მარილი, მოკლედ. ეს უყურეთ, უკვე რო ვაკეთებდი ნაწნავს, ზემოდან ქვევით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წავართვათ ყველაფერი, უკვე თავში აქ გადატეხილი უკან, ახლა თქვენ ვერ ხედავთ, მიბმულია. მერე გადატყდა თავი 1 წუთი აქეთ შევამოწმო, მუხლებში და ფეხებში. ესე იგი, მე აქ რო დავალოცე,
და მტრისთვის რაც საჭირო იყო რომ გავაყოლოთ ხო სარკისებურად ხო აი უყურეთ ეს იცით როდინდელი ვოლტია ერთი უკვე ალბათ 9 წლამდე კი აი ესე რა 9 წლამდე ესე იგი 6 თვემდე მე ესე ვამუშავე ეს მე გამოყენებული მაქვს რიტუალებში მივაბი, გადმოვაბი, აქ არის შავი ძაფებიც, აქ არის თოკებიც, აქ არის აი ხედავთ დამუშავებული უკვე და არის ნაცრისფერი ძაფით შეკრული ხელფეხი, ქვედა ჩაკრები, ხელები, თავი აქეთ იქედან, იღლიებიდან, იმიტომ რომ ჯადოებს სადაც ვსვავენ, ხო? ფორთოჩკას ვერ მივხურავ, იმიტომ ხმამაღლა ვსაუბრობ, რომ ამ რიტუალზე არ შეიძლება რაღაცა უნდა იყოს ღია. იმიტომ რომ ჰაერიც მოწვეული მყავს აქ და ჰაერმა უნდა იმოძრაოს სტიქიამ. და მოკლედ, რომ აი მორაკი აგიხსენით, ხო? სხვათა შორის გადადით მეორე არხზე, ჩემო აქ გამომწერებო, იქ კარგი გაშლა გავაკეთე დღეს და უყურეთ. და უყურეთ როგორ არის ბინდს რო გაკრავენ თავზე, თვალებზე, აი სპეციალურად რომ მუშაობენ, პრივაროტია ეგეც ხო, რომ გამოგაშტერონ და აი მოკლედ ასე და ამგვარად. კარგით, ეხლა მე ამას შემოვაბრუნებ, უკვე იცით რა ხდება და ეს უკან კლაკნილი არის, ვართ მე და თქვენ ესე იგი რომ აგვიბნიეს გზები, რომ ჩვენს ესე იგი ზიგზაგისებური ჯადოები არის ესეთი თემები მიხვდით ხო არის და მე ხო ვიცი მთავარია და მე აქ ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭიროა მე ერთხელ წავიკითხავ ეხა სანამ უკან კადრს უკან აი მწვანეც და მეუნება ამანთეო ერთ წუთი გავანთო კადრს უკან ყველაფერი ჩანს მე მგონი ეს პილპილი დღეს დამახშობს მაგრამ რა ვქნა საჭიროა რომ ესეთი რიტუალი ჩამეტარებინა ეს არის კი ქარიანი დღეა მაგრამ ჭადარის ფოთოლი საჭიროა მოკლედ და ეს იქნება მერე რაც მე და თქვენ აი ეს ხელები შეგვიკრეს ბორკილები დაგვადეს პრივაროტები გაგვიკეთეს ასე შემდეგ აქ არის იმდენჯერ დათვლილი უბრალოდ არ არის დაგრეხილი იმდენჯერ არის გადახვეული რამდენიც საჭიროა ხო უკვე არ შეიმჩნიოთ ხო არაფერი მავიწყდება არა ეხლა მთავარია მე დავიწყებ აი მოდი ჯერ სანამ გავაქტიურებ ესე უყურეთ გოგოებო ბიჭებო თქვენს მტერს ჩაიფიქრეთ ერთ მომისმინეთ მეკითხებიან ხოლმე ამდენ არა ერთ კარგ რიტუალსაც ერთ ადამიანზე შვილზე ცალკე უნდა უყურეთ თქვენზე ცალკე მეზობელზე ცალკე ასევე ბუმერანგები არ იმუშავებს 2 და 3 ადამიანზე ერთ ადამიანზე უნდა უყუროთ მიხვდით ხო თქვენ ახლა როგორ გინდათ მტერიც მოიშოროთ განთავისუფლდეთ ცხოვრება გამოისწოროთ და რაღაც ის საათი თუ რაღაცა გრძელდება ხოლმე დიდი რიტუალები ის დროც არა გაქვთ რომ თქვენ თავს დაუთმოთ მაშინ რაზე უნდა გელაპარაკოთ გამგები გაიგებს ყველას არ ეხება მოკლედ აქ როგორი ლოცვა იქნება იცით ახლა თუ მტერის სახელი არ იცით და ან მოდი ჯერ ვიტყვი ასე თუ აი გგონიათ რომ არის რომ მე ტაროზე რომ დიაგნოსტიკებს ვაკეთებ ხოლმე აი მე ეს მგონია ის მიკეთებს რამდენჯერ ამომიყრია გაგვიშლია არ არის კაცო ადამიანი დამნაშავე და ეს არის ალბათ თქვენი აკვიატებული არის რომ ადამიანს თვით ნეგატივი გვაქვს შიგნით და ეს უბრალოდ არ მოგწონს და იმიტომ გგონია ასე რომ რაღაცას გიკეთებს მიხვდით ხო და თუ ჩაიფიქრეთ ის ვინც გგონიათ და ის დამნაშავე არ არის მომისმინეთ იმას არაფერი არ დაემართება და თქვენ ვინც გონიათ რომ ის არის ის ხო მაინც ავა ჰაერში მამაზეც ერთან და სამყარო თვითონ გადაანაწილებს მოგიძებნით იმ მტერს ვინც მართლა დამნაშავეა თქვენს წინაშე რაც თქვენ ეხა პრობლემა გაქვთ და იმიტომ უნდა უყუროთ
და კიდე გამომწერებო, სტუმრებო, მტრებო, ახლობლებო, მოყვარეებო, არამოყვარეებო, ამასაც გეტყვით, რომ პირადად ჩემი რიტუალები მე ისე სანამ ეთერში შემოვალ, უკვე ვაპროგრამებ, რომ როცა ადამიანი დამნაშავე არ არის და მაინც და მაინც უგზავნი ბუმერანგს, ის ბუმერანგი უკან გიბრუნდებათ. იმ ადამიანს არ მოეწებება. აი მაგალითად მე არა ვარ დამნაშავე და გონია რომ უდანაშაულო დამნაშავეს მხდი, როცა მე შენთვის ცუდი არასდროს არაფერი არ გამიკეთებია და გეუბნები და მაინც არ გჯერა და მაინც მიგზავნი. ის ჩემამდე არ მოვა. და მე იმიტომ ფიქრობთ რომ ვაიმე ფული აღარა მაქვს, ვაიმე ბავშვი ცუდად გახდა, ვაიმე ფეხი მოტყდა, ვაიმე მანქანა გაფუჭდა, იმიტომ რომ ის ბუმერანგი თქვენ გიბრუნდებათ უკან, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანს სჯით. ეხა აქ ესე რო არ მოხდეს, მე კი კონკრეტულად ჩაფიქრებული მაქვს აქ ჩემი მტერი, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი რო არის. და რა იქნება იცით? აი ეს ისეთი ლოცვა, რომ თვითონ მოგაშორებთ დამნაშავეს და დასჯის. თვითონვე მოძებნის, მიხვდით ხო? თვითონვე მოძებნის. ეხა ჩაიფიქრეთ ეს თქვენი თავი, ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და მერე რო გამორთავთ 20 წუთი, მანამდე არა, იმიტომ რომ რთული რიტუალია, 9 საათსაც გირჩევთ. აი, კარგად დაიმახსოვრეთ. ძალიან რთული რიტუალია, ეს თამაში არ არის. მერე უყურეთ 20 წუთი, 9 საათის მერე ჯობია შვილზე და ვიზეც გინდათ. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი. და სახელი, იცით როგორ გონებრივად დაწერეთ თქვენი სახელი, აი აქ, აჰა, აი ესე დაწერეთ გონებრივად, გონებით, სიტყვით არა. და მერე დაწერთ ესევე გონებით, სიტყვით არა, გონებრივად, ვიზეც გააკეთებთ 9 საათის მერე. ეხლა აი აქ თუ იცით მტერი ნამდვილად, დაასახელეთ ერთი მტერი. ვისაც არ გეყოფათ, დააპაუზეთ და ისე დაასახელეთ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მტერი. მე ჩუმად წავიკითხავ და როცა ვიტყვი სახელს გეტყვით. ჯერ ესე უნდა წავიკითხო. თქვენ მანამდე მასქენით რა ქვია, ენერგეტიკულად გაუშვით, რომ ძალიან გინდათ რომ დასაჯოთ. მე აქ შავ ძალებსაც ვუხმობ ახლა და თეთრ ძალებს ერთად, სულებს. ანუ ტვინი და მოძებნის თქვენს მტერს როგორც თქვი, თვითონ მოძებნიან ეს ლოცვა და თან ცოტა გადაგითარგმნით და ვინც გაწყენინათ არაკეთრის სურველია თქვენი ხო, ვინც თქვენი ფინანსები წაიღო, ვინც თქვენს ენერგიაზე ანუ გამდიდრდა და რაღაცები შეიძინა ხო, ვინც გამოჯამრთელდა თქვენ რო კრადნიკები გაგიკეთათ, ტვინი და ესე იგი გონება ჩამორჩენილად რო იყვნენ რა, რომ რაც თქვენ გისურვათ, მიხვდით ხო, აი რომ ვეღარც იფიქრონ, რომ დადებილდნენ, დასნეულდნენ. მათი ჩანაფიქრებიც კიდე რომ რაც კიდე მოიფიქრებენ დღემდე მოიფიქრეს და დღის მერე ისინიც ჩაეშლებათ ჩემს და თქვენს წინაშე. ხელები რო აღარ აეწიოს, რომ ჩვენ გაგვაფუჭოს,
რო არ გაენძრიოს. ფეხები რომ მიწიდან ვეღარ აწიონ, ვერ გადაადგილდნენ. თითოს ესე იგი ჩვენ მტერს, ვინც ესე იგი გვემტერება, საჩუქრად, შავი ძალები, თითო ესე იგი 7 კუბოს მისცემენ რა, საჩუქრად გაუგზავნიან. 7 წლიანი კონტრაქტით. თითოეულ კუბოს აქვს ესე იგი 7 კალოძიც როგორ არის ჭა, ხო, ჭაობი, ჭა. ძვლების, სისხლების და ხტილების. დაწვება ეს ჩვენი მტერი, ვინც ეს ყველაფერი მოგვპარა ცხოვრების ყველა სფეროში და დაწვება ეს მტერი, ანუ იგივე მომპარავი ხო, ჩვენი ქურდი მტერი და ისე დაწვება აი ამ ყველაფერზე და აი ამ იმაზე, რაც ჩამოვთვალე, ხო, კუბო და ასე შემდეგ და ისე დაწვება, რომ ვეღარ ადგება, ვეღარ წამოდგება, სამუდამოდ დარჩება, მიხვდით ხო, თუ კიდე გაბედავს ჩემსა და თქვენს გაფუჭებას. ესე იგი, ყველაზე ძლიერი 10 მლოცველიც კი ვერ იმათგანაც ესე იგი ვერ უშველიან რა, ვერ გამოძვრებიან სიტუაციიდან. ანუ ესე იგი ვთხოვთ ახლა ჩვენ შავძალებს რომ ესე იგი დაჩხლიტონ, გახიონ, გადახიონ, გადატეხონ ძვლებში, უჩხლიტონ, ესე იგი გაჩეხონ, აჩეხონ, ჩაჩეხონ, გადახლიჩონ, რომ ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცეს ჩვენს მტერს. დაწყევლილი იყოს ეს ქურდი მომპარავი ჩვენი მტერი. რომ ჩაუქრეს სიცოცხლე და ესე იგი ხმელი ბალახივით დაიწვას და გაცამტვერდეს, ფერფლიც კი რო არ დარჩეს. ეხა მტერის სახელი დაასახელეთ. ანუ აქ წერია რომ უკვე მოძებნე ადექით ყველა აი ეს ძალებო, თეთრო და შავო ძალებო, გაერთიანდით და მოძებნეთ აი ეს მტერი, ვისი სახელის თქვენ ახლა დაასახელეთ. მისი ჩრდილიც კი, ესე იგი თავისი ჩრდილისაც რომ ეშინოდეს და დახვრიტეთ, დაჩხლიტეთ მისი ჩრდილი, გული, დაუფერფლეთ გული. რომ შოქში ჩავარდეს და გაქვავდეს და გახევდეს ტკივილისგან. და როგორც ვეღარ ადგება, ამის შემდეგ ხო ვეღარ აღსდგება, ხო? და ვერ გამოილოცავს ამ ყველაფერ წყევლას. ნუ წყევლა ქვია ლოცვა, თვითონ ხო რო ლოცულებენ, უკუღმა ხო წყევლიან, მიხვდით ხო? ასევე როგორც ესე ვერ გამოძვრება ამ სიტუაციიდან, ასევე ის ვერ ჩემი სიტყვიდან, ეხლა მე რასაც ვკითხულობ, ვერასოდეს ვერ გამოძვრება, ვერ წავა რა, ვერ დააღწევს თავს, ჩემი და თქვენი მტერი.
ანუ ყველანაირად ეს პეტლე რა, ეს რო შემოვახვიე, ხო, უკვე ვიცოდი მე მანამდეც ხო წავიკითხე უთქვენოდ მე რაღაცეები, ესეც და კიდე რაღაცეები. ნუ ეხლა გითარგმნით მე და ისეთი ლოცვებით ვაცილებო, ვანათლებო, რომ აი როგორც ესე იგი დაიმსახურა ჩვენსკენ რაც ესე იგი ცუდებს უშვებდა, ხო და ჩვენს კარგს ჩვენი კარგი მიქონდა, ხო? აი იმ ყველაფერს ეხლა ვცვლით. როგორც მკვდარი კუბოსთან არის მიწებებული, ასევე ჩვენი მტერი, მისი სახელი ну, ასევე ისიც იყოს მიწებებული და რომ ვერ გამოვიდეს რა მაგ მდგომარეობიდან ვერასოდეს დარჩეს იქ. ну, დანარჩენს აღარ გინდათ ახლა ეს ცოტა მაგიური სიტყვებია დავამთავრებ. ეს წავიკითხეთ მეგობრებო. ეხლა თქვენის ნებართვით შემოვატრიალებ. ცოტა მომეშვა რო წავიკითხე. დანარჩენი გახსოვთ ხო ყველაფერი რა და როგორ, ხო? გასაგებია. რო არ დამაბნიონ მან სუშნასწებმა და ბესებმა და ასე შემდეგ, რომ გადავხედო რა არის და არ დამავიწყდეს გადავხსნა. აჰა. ну, მოკლედ აქ ჯანმრთელობა და ფულზეა, უკანაც სანთლებია და დანარჩენი დავიწყეთ. ეხლა უყურეთ მე გავააქტიურებ. აი ეს წეღან რაც აგიხსენით, ხო? ჩვენ ნაკვალებზე ჯადოებს რო აკეთებენ, ზიგზაგისებურ იმებს რო აკეთებენ, ამებს რო აკეთებენ და მოკლედ მთელი ამბები. ძალიან სერიოზულად მოეკიდეთ და თუ მე როგორც ვამბობ ხოლმე მეგობრებო და ისე შეასრულეთ და ისე უყურებთ, არასოდეს ცუდი თქვენ უკან არ დაგიბრუნდებათ, დამიჯერეთ. ჩემი რიტუალებიდან არ არსებობს. და იცით რა არის ხოლმე შემთხვევები, გამომწერები და გოგოები, ბიჭები მირეკავენ და უბრალოდ ხო, წერენ რომ მირეკავენ ვერ არეკიდება, ნახეთ, ვერ უპასუხობ და მერე მწერენ. რომ ესე იგი რა ხდება, შიშით არ უნდა უყურო. ვაიმე ჩემ შვილზე ხوار გადავადა, ვაიმე ბებიამ გააკეთა და ვაიმე ესე და ისე შედალოცვილო 50 ჯერ გითხარი. კი, გასაგებია რომ ნერვიულობ, მაგრამ ხო უნდა გაიგო რომ გითხარი. არავისზე ცუდად არ გადავა. დაწყნარდით, დამშვიდით, მაგრამ თუ შვილზე და ბავშვებზეც არის დიდი ხანი თქვენზე გაკეთებული, რა თქმა უნდა, ჯადოები ბავშვებზეც გადადის და იმიტომ გახდება ცუდად, განა რამე დაემართება, იმიტომ რომ ის ანტივირუსივით გამოყავს, ესე იგი ის ნეგატივი. თორე ნინიას რიტუალი აქ არაფერ შუაში არა, ის არის ეშმაკი გამოდის იქედან და არ წამოვა, როგორც პროვოკაცია, პროვოკაციას მოახდენს თავისთავად, ხო? რა თქმა უნდა, ის აქსანთელს ვაქტიურებ ერთი წუთი ბოდიში ხელისთვის, რომ სიყვარულიც ჩავთოთ. მოკლედ, იმედი აქ არ დამეწვება მე რაღაცეები.
დანარჩენს მერე ვიტყვი. აი ესე იგი, აქ ეხა რაც დაიწვება და ჩვენზე გაკეთებულია, ჩვენს ნაკვალებზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აქ ჩვენგან მოცილდება და აქეთ შემოვა. ესე მაქვს მოკლედ რა. ეხა უყურეთ. 1 2 3 თავიდანვე გადატყდა, ამით უნდა დავიწყო და მე ამით ვიმუშაო, ესე იგი ისეა მე შემოგიტრიალებთ ხოლმე ჯერ ესე უნდა იდგეს იმაზე, რაზეც დგას. ისეა მტერი ჩვენი, ესე იგი შეშინებული უკვე რომ გადატყდა, ვერ გაუძლო, მიხვდით ხო? ეს ცალკე უნდა გავააქტიურო. ვააქტიურებ თეთრი ძალების და შავი ძალების დახმარებით. გთხოვთ, მოწვეული მყავხართ და გიწვევთ კიდე და გიხმობთ კიდე. უკვე დამწვახელი არ უნდა, რომ ესე იგი აქ წესრიგი დაამყაროთ, წესრიგი. რომ ეს დავიდარაბა მორჩეს და ის მტრები, რომლებიც ჩვენ ჩავიფიქრეთ და შემდეგ კიდე ჩაიფიქრებენ, ჩემი გამომწერები რამალი იწვება, ესე იგი ვერ ვახერხებ, რომ ესე იგი არ უნდა რომ გავააქტიურო. ძალიან მინდა გითხრათ, რომ მტერს აქვს სერიოზული დაცვები. მასაც კი, აი როგორ ხტუნაობს. პირდაპირ ისურის. სერიოზული დაცვებშია, მინდა გითხრათ და იმიტომ ესე ისურის. აჰა, დაიწყო. ნამსანთელმაც დაიწყო უკვე. აი, ნახეთ, თავშივე, კისერშივე ჩამოეკიდა. დაიწყო უკვე მუშაობა, ძალიან კარგია. ჯერ ესე იყოს და მე მოგიტრიალებთ, ხო? მოგიტრიალებთ აუცილებლად. ამას გასაქანი მივცე ამ შავ სანთელს. გასაქანს მივცემ, ესე. თქვენ უყურეთ. სურპრიზები წინგველოდება სურპრიზი. ესე იგი ამ ძალებზე ხომ მუშაობენ, არა? ხო და ეხლა ჩვენც იმას ვიზავთ, აი პირდაპირ სარკეში იყურება ეს პრინცი, აჰა. კიდე კარგად ჩავსვი სარკეში. ეხლა აი ამას ჩაუყრი ფეხებში, რომ ვერ გაიგოს რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა. რო ვერ გამოხვიდე შენი დაწყევლილი წრიდან, ნახეთ როგორ მოქმედებს, უყურეთ სანთელს, უყურეთ ცოტა ხანი და მე მოგიტრიალებთ, აბა არ შეიძლება, უნდა იმუშაოს ესე. ცოტა ხანი ესე ჩავიდეს და მე მოგიტრიალებთ, ხო? ან ეხლავე მოგიტრიალებთ მაშინ. კი. ჯობია და მე უკვე უმიტრო სანთლით უნდა ვიმუშაო. ხტუნაობს, ნახეთ ეს ოხერი. აჰა, ეს. ხტუნაობს, ხედავთ? ხტუნაობს. ჩემი და თქვენი მტერი. აჰა, მწვანე სანთელს უკვე ფრთები, შავი ანგელოზის ფრთები. ესე იგი, შავ არხანგელებზე, სიკვდილის არხანგელზე ესე იგი არიან შეკვეთები გაკეთებული ჩვენი მტრებმა და სარკისებური დაცვა გააკეთეს და იმიტომ ესე იგი წრიულად მიმდინარეობს, ეხლა მე მინდა რომ ცოტა იმ სანთელსაც, აი ამასაც უყურეთ უკან, ესეც ჩვენია, ჩვენი დაკლაკნილი ის გზები, ესე იგი უნდა მოიხსნას აქ, რომ ჩვენ ნაკვალებზე რაც იყო, ხო? ის დაიწვას და კვალი აურიოთ, ხო? კვალი.
ამ რიტუალთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ მეორე რიტუალს. მგონი რა ქვია, იგივე კვალის არევა, რუიანზე მუშაობ. აი ძალიან მაგარი რიტუალია ისიც და უყურეთ. მოკლედ არ გაუხარია ისეთი რაღაცები წავიკითხე და დავაკითხე, რომ გეუნებით, რომ აი მტერს არ გაუხარია რა. მე ამას ჩემ თავსაც ვპირდები, თქვენს გვპირდებით და თეთრი და შავი ძალებიც გვპირდებიან. ნახეთ უკვე დაეწყო ხელს უკან. ეს რა ერთ-ერთის მეუბნებიან ხა ბევრი უყურებთ ხო ღმერთმა გვამრავლოს კარგი გამომწერები რომ აქ არის ჩემო კარგებო რომელიღაცას მტერს ხელის ჩამორთმევა უყვარს და რატო იცი ან ჩვევაში აქ ან კიდე სპეციალურად ხელიდან იმაშვრება აფუჭებს ადამიანებს ან აი რო გადაეხვევა ადამიანს ხო ხვდებით და აი ზურგზე რო იციან დარტყმა ან მხარზე მოერიდეთ ხოლმე რა არ არის ისწავლეთ უარის თქმა თქვენ ენერგეტიკებს გაუფრთხილდით და ნუიდარდებთ იმას აი ეს კომპლექსები მოიხსენით სირცხვილის კომპლექსები რომ ვაიმე აი რო არ ეწყინოს და ისა და პირველი თქვენს თავს და თქვენ ენერგეტიკებს ამ არწყენაში ის გაფუჭებთ მიხვდით გაფუჭებთ განეგატივებთ ნუ ყველა ეგეთი არა მაგრამ აი მტერზე ვიძახი რა მტერზე აქ კიდე ეს ისეთი რუნები მაქვს მე დახატული სარკეზეც რომ ესე იგი ძალიან სწრაფად მოგვაშორებთ ამ მტერს ძალიან სწრაფად ნახეთ როგორ ჭიდაობს არ უნდა ესე იგი არ უნდა რომ მალე წავიდეს მიხვდით არ უნდა ხო, ეხლა შევუშვებ რას? აი ეს მეგობრებო, წითელი და შავი, თაფლისაა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მე იცით რომ არასდროს არ მიტყდება, ხო იცით როგორ მუშაობ ხოლმე, მაგრამ უყურეთ, არის ხოლმე როცა ძალიან წინააღმდეგობას ხედავს უკვე და ვეღარ გაუძლო, იმიტომ რომ ძლიერიც მოიძებნებიან ხოლმე და ეს ავიწყდებათ ჩვენს მტრებს, მიხვდით? ეხლა მე ამით ზემოდან დავიწყებ მუშაობას, უკან თავზე დავუწყებ მუშაობას, შავი სანთლიდან გავააქტიურებ და ეს პრივაროტია, ეს სიკვდილზე, ეს ასე და ეს ისე და ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი. ავანტყოფობები ხა რომ მოაჯადოებ და პრივაროტს გაუკეთებ ადამიანს, ის ხო კარგად არ იქნება რა. ნუ ჩემი ხელი ჩანს, მაგრამ რა ვქნათ. აი უყურეთ უკვე წითელი, აი ჩაქრა, ესე იგი ნელ-ნელა ქრება. აი როგორ ისვრის, ნახეთ როგორ ისვრის. ნახეთ როგორ ისვრის. არ მოეწონა თავზე. ნახეთ? როგორ ქრება, არ მოეწონა არა ვაშკაც. ნუ ვაშკაცი რატო ვთქვი? ალბათ ვინმე კაცს ჩაიფიქრეთ. უყურეთ ჩაქრა, წინააღმდეგობს ჩაქრა. ეს უკვე იცით რა არის პანიკა აქვს მტერს აქვს ეხა პანიკა აქვს მტერს. ნახეთ როგორ ისვრის, ნახეთ. პანიკაშია ეს რა მოხდაო. ნახეთ სუ ჩაქრა. ოპა, სუ ჩაქრა. ესე იგი სიკვდილზეა პრივაროტი გაკეთებული კიდე. არ მუშაობს სანთელი. ნახეთ როგორ წინააღმდეგობს. გითხარით რომ სარკის დაცვა აქვს დაყენებული, მაგრამ ეხა ნინი ამას მოხსნის. ამას დაცვებსაც მოხსნი. აი ესე. არ მუშაობს, ნახეთ როგორ არ მუშაობს. როგორ წინააღმდეგობს, ხედავთ, როგორ წინააღმდეგობს.
უბრალოდ მეც ვეღარ ავწევ, მიხვდით? ეკრანს მეც ვეღარ ავწევ. ხა ხელიც ამეწია უკვე. ნახეთ, უკანაც გავუაქტიურო უკან სანთლები, ესე წაუკიდო, ძალიან კარგი. ესე იგი, ზოგს ერთი კვირის წინაც განაახლეს, მე ვიტყვი, განაახლეს პრივაროტი, 3 წელი, 3 თვე ახლოს, 2 კვირა, რომელიც დღესაც მუშაობენ, იმიტომ ესეთი სიტუაცია, რომ ახალი დაცვები აქვს დაყენებული მტერს, ან განახლებული აქვს დაცვები. და იმიტოა ესე, რომ ესე იგი ჭიდაობს, მიხვდით, რომ ჭიდაობს. კარგით, მე ხა ფეხებში წავუკიდებ ამას, ფეხებში, ჩვენს მტერს, რომ ფეხებიდანაც დაგეწვას, დაიწვას, რომ ვეღარ დაადგას ფეხები, ლოცვაში ხო ნახეთ, რომ ვეღარ დაადგას ფეხები, მტერმა. და ამასაც ზევიდან მე დავაწვეთებ. კიდე შეუნთებ, აუნთებ კიდე ერთს. გავააქტიურე. აი ასე მეგობრებო, ასე და ამგვარად დაიწვი და დაიფერხლო. მტერის სახელი? ხო, ვზივარ და შემაქანა. აი ეს პრივაროტები, აი ეს ავადმყოფობები, სიკვდილზე პრივაროტები, სასიყვარულო პრივაროტები, სექსუალური მიბმები, შავი მაგიაზე ვისაც აქვს ნამუშევარი, აი ეს ყველაფერი ჩაიწვას ჩემგან და თქვენი სახელები წავიდეს და მტერთან მივიდეს. ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს. მე ხა ეს შემილია უკვე დავდო ამაზე და გააგრძელებს მუშაობას. ხო, პირდაპირ ესე იგი მე ცოტა გავიწიო, ჩემსკენ მოდის. პირდაპირ გოგოებო, ბიჭებო, აი ეს ამოვიდა, რა ქვია, ჩემი დანაჩანგალი მოვიშველიო, რომ კარგად. პირდაპირ აი აქ, აი, ესე იგი, სულები და რა ვიცი, საშინელი რაღაცები. ნახეთ ხალხნო, ნახეთ. ნახეთ რეები ხდება. ნახეთ. ოპა, სად მიდიხარ? ვინ გიშვებს? ვინ გიშვებს? სად მიდიხარ? მეგობრებო, მე აქ ჭერი თუ არ დამეწვა, კარგია. ნახეთ რამ ხელა ცეცხლია აქ მარტო, ნახეთ. აი აქ ყველაფერი, რაც მე და თქვენ მოგახვიათ მტერმა, პუტები, ბლოკები, პრივაროტები, ეს აშეინიკები, საყელურები, მაგიური საყელური, ძაღლის საყელურები, ხელზე ბორკილები. ნახეთ როგორ ლაპარაკობს, ხელზე ბორკილები, ხო? აი ეს ყველაფერი, აი ახლა ჩემგან და თქვენგან მიდის, იწვება, იფერხლება და მტერზე გადადის. აქ გეუნებით, სადღაც ერთი მინიმუმ 2 კვირაა განახლებულია. აქ, კი, განახლებულია. აქ არის 3 წელი რო აკეთებენ, აქ არის კიდე 8 წელი, 18 წელი, 16, 12 წელი. ნახეთ, ეშმაკის ყურები იყო წეღან, ეშმაკის ყურები. ნახეთ, როგორ თვითონ აი, როგორც ესე იგი ჩვენ ყავართ მტერს, აი ესე ბოლომდე მინდა რომ კარგად დაიწვას. გამოკეტილი, ხო? აი ისე, ესე იგი ფერფლად იქცეს, ფერფლად იქეცი. 7-ვე კუბო გელოდება და იმ კუბოს კიდე სხვა კარებები აქვს და იქედანაც რო ვერ გამოხვიდე, ამინ. ნუ საშინელებები ხდება, მეგობრებო. მაგრამ კარგი საშინელებები მტრისთვის ესედა. მე აქ სერიოზული კოცონი მაქვს, მინდა იცოდეთ.
მინდა იცოდეთ. მე ახლა ჯერ ჩანს, ხო? ახლა აი აქ უნდა მოვწიო ეს სარკე. ბოდიშით ჩემი ხელისთვის, ერთი წუთი. აი ასე. ეს სარკე რო ჩავაჯინო, აი ესე. ჩავაჯინო, მე მთავარია ჩვენი მტერი აი ესე სარკისებურში. ოპა, რა კარგად ჩაჯდა. აი ასე. ეხლა აი ეს ჯანმრთელობა, აურა, სიყვარული, ფული და ყველაფერი ერთად, ესეც აი უყურე, ეს არის ჩვენი, მაგრამ ჩვენ ეხლა ეს რაც წაგვართვა, თავშივე გადატყდა, დღეს საოცრად ტყდება, აურაც გადატყდა, 1 2 3 4 5 თვე, 5 წელი, ზოგს მიხვდით ხო, 8 წელი იგივე დაფიქსირდა ზოგს თავშივე. აი ეხლა მე აი ამ ყველაფერს ცოტა გავააქტიურო კიდე. ეხლა მე ამ ყველაფერს მოვუკიდებ, გავააქტიურებ წითელი სანთლიდან, იმიტომ რომ უფრო ცეცხლი შეუნთო, მტერს შეუნთო ცეცხლი. მიხვდით ხო? ცეცხლი შეუნთო და ჩვენ რაც წაგვართვა, აი იმას ჯერ ძირში. ნახეთ როგორ არ ეკიდება. მიდი სანთელო, დაიწყე მუშაობა, დაიწყე მუშაობა. დაიწყე მუშაობა. ესე იგი, ჩვენი ჯანმრთელობა, ფული, ბიზნესი, სიყვარული, ლტოლვა, ადამიანებთან ურთიერთობები, ესეც ხო ემოციებია, გულის ჩაკრა, აი ეს ყველაფერი, რაც ესე იგი ჩვენ წაგვართვა მტერმა, ხო? რაც წაგვართვა და თავისზე გადაიზიდა, აი ამ ყველაფერს ეხლა აი ამ ნეგატივს ვწვავ აი აქ, ვწვავ მტერთან, მტერს გავატანო უნდა. მტერს უნდა გავატანო, იშლება სანთლები, არა და თაფლია. მიკვირს, მართლა მიკვირს. ნუ რა მიკვირს, ესეთი რიტუალია და ნახეთ. ოხო, ნახეთ როგორ გაბრაზდა სანთელი. აი, არ უნდა მტერს, ესე იგი არ გვნებდება რომ წავიდეს და გიждდება. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ როგორ დაიწყო ლაპარაკი სანთელმა. ცარიელი სანთელია, არც ეთერზეთები არ არის არაფერი. უბრალოდ ლოცვებია და წაკითხული, ჩემი და თქვენი ძლიერი მონდომება და თეთრი და შავი ძალების დახმარება, ანგელოზების და ასე შემდეგ. მოკლედ უყურეთ რა. ნახეთ რა დღეშია, როგორ ნახეთ როგორ ფეიერვერკია რა, ესე იგი როგორ არ უნდა, მოცემა არ უნდა, ფინანსების, ჯანმრთელობის, ნახეთ აურა, ნახეთ როგორ ხმაურობს. აურა, ესე იგი თვითონ რომ ესე იგი გვიტეხავს ჩვენს აურას, კუკლავუდუზე მუშაობს და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ყველაფერი ეხლა არ უნდა მოცემა, იმიტომ რომ თვითონ ცარიელი დარჩება, იმიტომ რომ ენერგეტიკული ვამპირია, მიხვდით? ყველა მტერი არის ენერგეტიკული ვამპირი. ყველა ჩვენი მტერი არის ენერგეტიკული ვამპირი, რო იცოდეთ. კარგი ადამიანი ეს რაღაცას არ გაგიკეთებს. ნახეთ. ბუშტებს ისვრის, ბუშტებს. ხედავთ რეები ხდება თქვენ წინაშე როგორ არ უნდა რომ მე და ჩემ გამომწერებს ჩემმა და თქვენმა მტერმა მოგცეს ჩვენი რაც წაიღო, ჩვენი ჯანმრთელობა, აურა რო დაგვიბინძურა და ჩვენი ენერგიებით ცხოვრობს, დაცვებს რო გვიტეხავს, სუშნასწებელი აროები, ბესები, ჯინები, ინკუბები, სუკუბები, პრივაროტებისგან, აი ესენი რომ მოგვიქსია, ხო? აი ამის მოცემა ეხლა არ უნდა. მე შენ განახებ როგორ არ გინდა. შენ განახებ ეხა როგორ არ გინდა, ერთი წუთით. მე შენ განახებ. ჩემი ხელიდან ჯერ არავინ არ წასულა.
აი ახლა ავიღებთ ჩვენ და ჩვენ მტერს ამას უკან წავართმევთ, რაც მოგვპარა, ფული, ჯანმრთელობა, სიცოცხლის დღეები, დრო რო წაგვართვა, ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი სიყვარული, ჩვენი სიხარული, ჩვენი ფორტუნა, ბედი რო გადაიზიდა, პრივაროტები, სასიყვარულო, სექსუალური, მიცვალებულზე მიბმა, აი ეს ყველაფერი აი ძალა დაკარგა შედარებით, ისე აღარ ისვრის ნახეთ და ხელი დამწვა ისე რომ ოხოხო. აი ამ ყველაფერს ახლა მე წავართმევ თქვენთან ერთად, ჩემო მეგობრებო, წავართმევ და რაც მე მეკუთვნის და თქვენი სახელი მე წავიღებ, რაც შენია ცუდი და მოჯადოებული მტერის სახელი უკან გიბრუნებ და იყოს ასე და ასეც იქნება, როგორც თქვი, უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აი, აღარ მოეწონა, ისევ ისვრის, ნახეთ. აფერისტი ჟმოტია ვიღაცა. აქ თუ მამაკაცია, იმპერატორი გონია თავისი თავი, არა და არ არის იმპერატორი. აქ კიდე ვიღაცა ლაწირაკი ბიჭია, რომელიც ესე იგი გეჯიბრებათ, თვითონაც არ იცის რა უნდა და გმტრობთ. ეს სისხლის ნათესავით შეიძლება იყოს. შეიძლება რაღაცა დეზინფორმაცია თუ არ არის სისხლის ნათესავი, რაღაცა დეზინფორმაცია აქვს თქვენზე და შეიძლება ტაროზე ვიღაცამ უთხრა და მერე დაიწყო თქვენი გაფუჭება. ესეც ხდება ხოლმე. ამიტომ ყველას უჯერებთ ხალხნო, ამით უფრო ცოდვას იდებთ, იქნებ იმ ადამიანს მართლა არაფერი გაუკეთებია თქვენთვის და რატო, აი იმან მითხრა, რო გითხრა, დებილი და სულელი ხარ? ხო უნდა გადაამოწმო ინფორმაცია და ნახო მართლა ეგრეა თუ არა. მერე ის ბუმერანგი გიბრუნდება შენ და აბრალებ მერე ვის? მერე უკვე აღარ იცი ვის დააბრალო. და იმ ადამიანს ახლა შეიძლება ცოტა გაუფუჭო რაღაცა, თუ შავ მაგიას გაგიკეთებენ, მაგრამ მაინც ხო ბუმერანგი გიბრუნდებათ, მაინც გიბრუნდებათ ბუმერანგი, მაინც. ახლა მაგ კიდე თქვენთვის სურპრიზი მე. ეს არის ერთი წუთი ეს კრისტალი მჭირდება აქ. აი ესე ამოვწიო, რომ სარკეში იყოს. მეგობრებო, სარკემ დაიწყო ლაპარაკი, სიარული დაიწყო. ხედავთ როგორ წინააღმდეგობს და დავიწვი კიდე ეს. მწვანე ეს დამეწვა საროჭკა. ხო, ეხა უყურეთ როგორ არის. მე თანის მინდა დაგანახოთ, მაშინ მე ცოტა ესე გამოვწევ, ესე ალბათ. აი ასე. ხო ხედავთ, კი. უცადეთ. ცოტი. თავბრუ დამეხვა. всё, მოეხსნა ამას, ეს დაცვები გაეხსნა, უკვე იგრძნო მტერმა. იგრძნო. ეს არის ერთ-ერთი მე პირად რიტუალებზეც ხომ მუშაობ. ძალიან გაფუჭებული სანთელი. ისეთი ცუდი რაღაცა მოხსნილი და დაწყებული და ჩავქრობილი სპეციალურად. სიგიჟე, შიზოფრენია, ნერვები, აი დრაკონის ჯადოს რო აკეთებენ, რომ აი თავი მოიკლას ადამიანმა, სუიციდი და ასე შემდეგ. აი ეს რაც მტერმა ჩვენ პრივაროტის დროს მოგვიბრუნა, აი ამას მე ახლა პორჩა არა, ნუ გეშინიათ, უბრალოდ იმ ჩემ რიტუალებზე მაქვს ნამუშევარი. აი ამას ახლა ყველაფერს უკან მიუბრუნებ, შავ სანთელზე გავააქტიურებ. ცოტი სვლა მივცე სანთელს, სვლა მოიმუშაოს.
უყურეთ, როგორ ხტუნაობს დაბლა? არ მოეწონა, არა. შენ ვინ გეკითხება, ვინ გეკითხება თორე კი. აი ამას ეხლა მე აი ესე უყურეთ. ეს ჩვენი სანთელია, ნუ გეშინიათ, არაფერი არ არის, ვაიმე იქ რო გადავიდა და ხეთ არ შეიმჩნიოთ, იქ რო გადავიდა და იმას რო შეეხო, ნინიამ ყველაფერი გაითვალისწინა, უნდა შეეხოს. Დრო ეს ჩვენ გვიბრუნდა ეს ამათი ჯადოები ჩვენ ნაკვალებზე გაკეთებული უკან უნდა მიუვიდეს, ხო? ეხლა ნახეთ წინააღმდეგობს. აი ეს გაფუჭებული სიტუაცია, რაც მე აქ ჩამოვთვალე, ნახეთ რა შვება, ნახეთ. მე აქ ხელები დავიწვი დღეს. ნახეთ როგორ ესე იგი იცის აქ ეხლა მე კიდე ბევრი არ გითხარით ამ სანთელზე რა არის და იცის რომ კარგად აღარ ექნება საქმე, მაინც აგამუშავებ, აი რო დამჭირდეს 5 საათი, მაგრამ გოგოებო ბიჭებო უნდა უყუროთ თქვენ, აქ ისეთი რაღაცა მიმდინარეობს ეხლა რომ აი ის რაც მე ლოცვებით მოვამზადე, მე თქვენთან წავიკითხე, ნუ ის ძალიან სერიოზული წავიკითხე, მაგრამ აი ეს გადახურავს. ხსნი მტერის სახელი. გავმეორდები ერთ მტერზე უნდა უყუროთ თითოზე. მტერის სახელი. უყურეთ ხსნი მტერის ჩემი და ჩემი გამომწერების მტერის. ნახეთ რა ცუდად მუშაობს, ხედავთ? მტერის ესე იგი დაცვებს. ხსნი, მე ორივე ხელით მუშაობ ხოლმე, არ შეიცხადოთ, ესეა. ორი ხელი, იმიტომ გვაბია რომ ორივე ხელში მაქვს ძალა, ნუ გეშინიათ. თან ცაცია ვარ მე. ვინც არ იცით. უყურეთ. ამუშავდა, დანით ამუშავდა. ჭრი დაცვებს. ჭრი მტრის დაცვას ვაუქმებ. ჭრი ვაუქმებ. სარკისებურ დაცვას ჭრი მტერს, სარკისებურ დაცვას უმტრევ. ვანულებ. აღარ აქვს ძალა ამ წუთიდან შენს დაცვებს და ვინც გაგიკეთა, არც იმას აღარ აქვს ძალა. ბინდს გიკრავთ თვალებზე, მტერო, სახელი მტერის. ნახეთ როგორ დაიწყო, არ მოეწონა, გაიხსნა, გავანრღვიე. მოიცადეთ სახელი მტერის და არ არის ადვილი, მეგობრებო, თქვენ არ იცით მე აქ როგორ მებრძვიან ეხლა და მაბნევენ. ბინდი, მორაკს რო ვიძახი, აი ეს დაფარული გონება, მორაკი, ციგანსკური მორაკი, შეკვეთილი, პრივაროტი. რაც შენ წაიღე ჩემგან და ჩემი გამომწერებისგან მტერო, ვაუქმებ, აღარ აქვს ძალა, ვანულებ. ამინ. აი აქ ციცაკაზე უნდა, ციცაკებზე და რაღაცებზე და პილპილზე და ასე შემდეგ. ესე. გთხოვ, თეთრო და შავო ძალებო, დამეხმარე.
რომ მტერი დასაჯე მოძებნე თუ არ იცის ჩემმა გამომწერებმა მტერის სახელი მოძებნე და დასაჯე მკაცრად და სამართლიანად და ძალიან ისე რომ თავბედი აწევლინო, როგორც მე და ჩემს მტრებს, ესაა ჩემს აი მტრებს მეთქი, ესე იგი იმოქმედა, ხედავთ, გადაამუშა უკვე იმოქმედა, დამანებეთ თავი აღარ შემილი, არა, აი აქ ზის, რა ნახეთ, აი აქ მამაკაციცაა ჩაცუცქული და ისა, ან შეიძლება ისეთი სამსახური აქვს ზოგ თქვენ მტერს, რომ ჯდომა უწევს, აი ესეთი რაღაცა და ეხლა აქ ბუასილი დაემართება, ბუასილი აკეთებენ ესეთ პორჩასაც, ვისაც აი ეს ბუასილზე, პრივაროტზე, კუკლაზე მუშაობენ, რომ ესე იგი ქვედა ორგანოებზე და ქვედა ნაწილებზე, რომ ესე იგი ბუასილი დაემართოს ადამიანს, მიხვდით ხო? აი ეს, ხედავთ? აი ეს ეხლა ეს ბუასილი კუჭ-ნაწლავი, 12 გოჯა-ნაწლავი, მუცელი აი ამ ყველაფერს უკან გიბრუნებ მტერო, უკან გიბრუნებ აღარ გექნება გახარება, ვეღარ გაიხარებ. ეს რო ანთია უყურებთ? ეს არ ქრება, ანთია და ანთია. როგორი ტირა წითელმა სანთელმა, ესე იგი პრივაროტი იყო სექსუალური, ესა ნეტა რომ თუ შევძლებ უნდა განახოთ, მოიმეცადა ერთი წუთი, ეს არ მინდა რომ შევაჩერო. როგორი ტირა, ეს მუშაობს აქ არა უშავს. როგორი ტირა, აი ესე მინდა განახოთ, აი ერთი წუთით. ხედავთ ჯერ დაბლა. ობა, ნახეთ რა დღეშია. ეს კარგია, ესე იგი ჩამოვიდა და აი აქ ეხა განახებთ ერთი წუთით ეს არ დავამტრიო აქ. ეს ასანთები გავწიო, აი, უყურეთ, ქვემოთაც ნახეთ. ესე იგი ფეხები საძირკველი ქონდა გამდგარი, საძირკველი, ხედავთ? აი, უყურეთ, ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე და უყურეთ, ყურები, ნაკვალევი, თქვენს ნაკვალევზე, ჩემს ნაკვალევზე. ნახეთ, აი, რო დადიოდა, ეხლა ბუმერანგი წავიდა, ძალიან კარგი. მიხარია. ეს ბოლომდე უნდა დავწვა. დაიწვიდა, დაიფერფლე მტერო. ნახეთ როგორ ისვრის. ნახეთ, ხედავთ? დაიწვიდა, დაიფერფლე. რაც აი ნეგატივია, რაც ჩამოვთვალე და რაც ვიმუშავე ამ სანთელზე მე, ესეც 6 თვე დევს ეს სანთელი, თუ არა მეტი. ხო, აი ესე იქნება რა, 7 თვე. აი ესე ვინახავდი, ვიცი რომ მე ვაპირებდი, მომიწევდა ესეთ რიტუალს. თქვენ კი მთხოვთ ხოლმე, მაგრამ გოგოებო ბიჭებო, აქ მე თუ არ მითხრეს რომ მე უკვე მაქვს უფლება ჩავატარო ეს რიტუალი, ხო? ესე იგი, თუნდაც ერთისთვის მე ვაკეთებ და თუ არ მეტყვიან რომ ჯერ არ უნდა ჩაატარო ესე მეტყვიან, მე არ ვატარებ, მაგრამ გეგმაში მაქვს, ხო ხედავთ? მე უფრო რა თქმა უნდა ძლიერი. აი აქეთ დაბლა ნახეთ, ესენია თუ ჩანს, აი ამ ადგილას მონეტებია, აი ეს ჩვენი ფულები, ჩვენ ნაკვალევზე როა გაკეთებული ნეგატივი, ხო ხვდებით ნაკვალევზე? აი ეგ არის, აი ეგ. ხო, არ გეღირსოს მტერო გახარება, რამდენიც მე ჩემი გამომწერები და ვიზეც უყურებენ მერე თავის ოჯახის წევრებზე ან ისეთ მართლა კეთილ ხალხზე, ბოროტზე არა, არ იმოქმედებს, უბლოკავ.
აი ეს ყველაფერი ჩვენგან წავიდეს, ჩემგან და ჩემი გამომწერებისგან და ჩემ მტერს და ჩემი გამომწერების მტერს აი ეს დაუბრუნდეს, ნახეთ როგორ ისროლა, დაუბრუნდეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაცვა აღარა გაქვს, გავხსენი დაცვა, გავხსენი თეთრი და შავი ძალების დახმარებით, გავხსენი დაცვა, ვინც შეგიკვეთა, ვინც ჩემზე შეუკვეთა და ჩემ გამომწერებზე ეს ჯადო, სასიკვდილო პრივაროტი, სასიყვარულო პრივაროტი, სექსუალური პრივაროტი, შავი პრივაროტი და ასე შემდეგ, ხო? აქ ეხლა მკვდართან მიბმა არ არის, ის ცალკე თემაა, იმასაც მე ჩავატარებ, როცა მეტყვიან, იმას სერიოზული მომზადება უნდა, იქ მე ჯერ ეკლესიაში უნდა კურთხევა მომცეს მამაომ. აბა, ვინც არ იცით, მე ესე ჰოპ და ავიღო და ჩავრთო არ ვაკეთებ, მე კურთხევას ვიღებ გენოცვალე მამაოსგან. უყურეთ როგორი ესე იგი დიდი ხანი, აი როგორი ამ ხელა სიგრძე თოკი აქვს, ნახეთ, დიდი ხანი იბრძვის ეს და ის არა, ეხლა მე მინდა ამას აი ესე დანის წვერზე გავაცილო და მერე უკვე მივხედოთ ჩვენს დაცვას, ხო? აი ესე გავაცილებ. ნახეთ, სულ აქეთ ეს სუნა ავიღო მერე. საერთოდ ეხლა ზემოდან ვიღებ და ვასუფთავებ, მაგრამ აი ეს სულ მთელი მაგიდა არის. უკვე დღესვე ესე იგი მოსახსნელი, ხო და გადასაგდები ალბათ. თან სულ დაიწვა. ნახეთ როგორ გაშავდა? всё, ძალა დაკარგა. თავისი ჯადო გადაუვიდა, თან სარკეს უყურებ. ვირაკაია ეხა ჩვენი გზებიც ჩანს სარკეში. იმიტომ რომ აქ ჩვენ ვტეხავთ, მე ვტეხავ ეხა მტერის სარკისებურ დაცვას, მის ნებისმიერ დაცვას და ავტომატურად დაყენდება ჩემი გამომწერების სარკისებური დაცვა. ნახეთ რამ ხელაგველია, ესე იგი დიდი ხანი. ნუ აქ გოგოებიც არიან, ქალებიც არიან, ეხლა აქ მე ვხედავ. მართლა რომ გველაძუები. ხმა გესმით? დუხს. გეფიცებით დუხს. აი ეს ცვილი დაბლა რაც იღვენთება დუხს. ბუშტებია, მიხვდით? ბუშტებია. რაც კი რამე დარჩა კიდე უთქმელი ჩემგან ამ რიტუალზე, ამ მტერზე აი იმასაც კი ვაუქმებ და ვანულებ, ძალას ვაკარგინებ ჩემი მტრისთვის და ჩემს მტერზე და ჩემი გამომწერების მტრებისთვის და მტერზე. ძალას ვაკარგინებ, აღარა გაქვს დაცვები, დაცვა აღარა გაქვს და სანამ შენ ამას დაიყენებ, კაიხანი ფულიც აღარ გეყოფა. აქ ეხლა განახლებულია, დიდი ფულია გადახდილი, აქ ქალიც მუშაობს და მუშაობს რაღაც ისრაელის მხარეს კეთდება ესეთი რაღაცეები, რაც მე აქ დავინახე ახლა. აქ არის სერიოზული აი მოკლედ რა გულია ამოგლეჯილი და მტერთან ლოგინი გქონიათ აქ ვიღაცას, მტერთან გქონიათ ლოგინი სასიყვარულო. ნუ შეიძლება პრივაროტი გაგიკეთათ და თქვენ გეგონათ რომ გიყვარდათ აი ეგეთი თემა. გოგოებო თქვენზეც ვამბობ. მამაკაცმა გაგიკეთათ მიჯაჭულობა, მიბმა პრივაროტი. ძალა აღარა გაქვს მტერო, სახელი მტერის. სიფრიფანასავით ხარ, აი რო გაგხედავენ, რო ჩანხარ, აი ეგეთი დარჩი ახლა. აი იმ ძალებსაც წავართ მე ახლა, უკვე წავართვი, ვინც გაგიკეთა, ვინც შეუკვეთა არის მტერი და ვინც შეასრულა ჩვენზე, აი იმათაც და ვინც შავ ძალებზე მუშაობდა, კალდუნები, ვეძმები,
მარჩიელები, ტაროლოგები, დილეტანტები, ვინც აიღო ეს საქმე და ჩემი და ჩემი გამომწერების გაფუჭებაში ჩაერიეთ. აი იმათაც კი დამხმარეებს აი ამ ეშმაკის ძალით, რომ დემონების ძალით, სულების ძალით, რომ ესე იგი ასტრალიდანაც რო იძახებენ, აი იმათაც კი წავართვი ახლა ეს და ეხლა ვეღარ იმუშავებენ. ეხლა მაგარი კი მიხვდება, მაგრამ როგორ არის, იცით, სანამ ის მიხვდება და მე თავიდან დაიწყებენ, იქ ფინანსები უნდა, იქ თავიდან რაღაცეების, ხედავთ, მართალი ვარ. იგრძნეს, იქ თავიდან რაღაცეების დაწყება უნდა და მოკლედ თქვენ მანამდე გამოისწორებთ ცხოვრებას. უკვე შეიძლება ამ სანთელზე რო წავუკიდო. რო იცოდეთ, კარგად ვარ. კარგად ვარ კი. მოკლედ ყველა სანთელზე დემონები და ბუმერანგები წავიდა, რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა აზზე მოვიდე, შემოლაწუნება მინდა მგონი მე. ხო, ეს უნდა დავწვა ეხლა. ეს ჩვენი მტერის, რაც ჩვენ ჯადო გქონდა, სიშავე, დაბრკოლება, მორაკი, აი ეს ყველაფერი ეხა წავიდეს ჩვენს მტერზე გადავიდეს და აი ამ ფოთოლს გაყვეს, რომ ვეღარ მოვიდეს, აღარ მოვიდეს საერთოდ, მიხვდით ხო, რომ აღარ მოვიდეს საერთოდ. არ უნდა, ნახე, შეძურა. როგორი სროლა. მოკლედ მეგობრებო, ეს სანთელი ჩაქრება. ეხლა მე აი ეს ძალიან დამეხვათავრო. ერთი წუთით გავწმინდო ეს სივრცე, ჩემი სივრცე, რომ გადავიდე და დაცვა გავაკეთო ჩემზე და თქვენზე. უნდა გავწმინდო სივრცე, საყვარლებო. აი, ჯერ სივრცეს გავწმინდა ვაკ. ეშმაკი ჩვენი, აი აქ ყველაფერი დაცვები. აბსოლუტურად. ეს მე და თქვენ, აი ეს გავწმინდო. აურა. გავწმინდო. და ეხა თქვენ აი ესე ეკრანიდან, ეკრანიდან ეს იქნება ესე. იყოს ესე. მოკლედ ეხლა მე ამას გადავდგავ, ამას ეს ბოლო იქნება, ამას გადავდგავ. ეს სანთელი იმუშავებს ჩვეულებრივად იმუშავებს. და ეხლა უყურეთ აი ეს არის ჩვენი ჯადოები, ჩვენი ტკივილები, ცრემლები და ყველაფერი უბედურება, აი აქ რაც არის, ხო? აი ამ შავი იმაზე დავწვავ, რაც მტერმა მოგვაყენა, მიხვდით? აი ესე დაიწვება
პუტია, კოვი, ბორკილები და ასე შემდეგ, რაც კი რამე ჩამოვთვალე წეღან, აი ეს ყველაფერი აი აქ დაიწვება და დაიფერფლება. მოკლედ, თავისუფლები ვართ. აი ეს ყველაფერი მაგიური აშეინიკები, ეს ყელსაბამები და ასე შემდეგ, რაც გქონდა და უბედურებები იმას გვიქნეს ჩვენ, გამოგვიშვეს, ხო? ხო, თან მაბნევენ, არ არის ადვილი რიტუალი, რო იცოდეთ, მაბნევენ. ნახეთ, თან ხელებს ვიწვავ, თან ის. ეხა მე ამას გადავდგავ, იქეთ გააგრძელოს იქეთ. ცოტა შორს, აი ამ ესეც უნდა ავიღო, ეს ჩვენ არ გვეკუთვნის, აი ეს დაბლა არ გვეკუთვნის, ეს დაბლა. ეს მტერს გავაყოლოთ, აი ესე იმუშავებს მოკლედ რა. და ბოლოს განახებთ, ესე აქეთ დავდგავ. იმუშაოს ეგრე. ეხა ერთი წუთით ერთი წუთი დამელოდეთ მეგობრებო, აი ამ ვოლტს უყურეთ, თქვენ აი ამას უყურეთ. ეხლავე მოვალ, ეხლავე. აქა ვარ, სველი სალფეტკი უნდა ავიღო. აქა ვარ. აი ასე. ჩემო კარგებო. ეს რუნა უნდა მოვაშორო და ეს არ გჭირდება ჩვენ. უნდა გავაუქმო, გავანეიტრალო. მეორე დიდი სარკე აღარ ავიღე, მეთქი ეს გვეყოფოდა. უყურეთ იმას, უყურეთ ვოლტს. უყურეთ ვოლტს. ეს ესე, თიცოთი ეს ასე. ესე იგი სარკე ამოხტა. მეგობრებო, სარკე ამოხტა, ვერ გაუძლო, სარკე ამოხტა. და ეს კიდე იწვის ჯერჯერობით, იწვის, კი არაფერი კი არ საწასულა, იწვის. ეხა მე რა მინდა, იცით, ამასთან ერთად ფეხი გამოვდე, აი ამასთან ერთად ჩაიხედეთ სარკეში. აი ეს ჩაიხედეთ. ჩემი ფანჯრები და ის კი ჩანს, მაგრამ ჩაიხედეთ სარკეში. ესე გვიყურებს. აი ესე მე კი არ მინდა გამოჩნდე. აი ეს მინდა რომ გამოჩნდეს, ცით? აი ესე ვისავა. თუ აი ესე, არა, ესე არ მინდა ესე. როგორ გავაკეთო ერთი წუთით მეგობრებო, ეშმაკი გაგიჟდა რეებს მიშვებით. ან ისე ქენი თუ ან ასეო. მოკლედ მე არ მინდა რომ გამოჩნდე. იმიტომ რომ მარტო ჩემზე გაკეთდება. მოდი აი ესე გავაკეთებ. აი ესე დავდებ მეგობრებო, აი ესე წეღან ხო ჩაიხედეთ, უფრო ლოგიკასთან ახლოს არის. ესე ვაკეთებ ხოლმე. უი, როგორ ткаცუნობს, ხმა გაიგეთ? როგორ ткаცუნობს, ხედავთ? ოხტითა. ხელები ნახეთ. ეხლა მე საწავიღე ის მოკლედ. რაც მინდოდა ის არ ავიღე, მაგრამ არა უშავს, ესე გავაკეთებ, ესეც შეიძლება.
აი აქ მაქვს ჩემი სანთელი, აი ეს არის და რუნებზე უკვე დადებული, წაკითხული და ასე შემდეგ, აი ეს მოკლედ რა, ეს იქნება. ხო, ეხლა რა ხდება, მეგობრებო, ბიჭებო? ეხლა თქვენს წინ იმედია დაიხატება. თქვენს წინ აი ესე მე და თქვენ აი ესე ლამაზად ნათელ და თეთრ და შავ ძალებს ვთხოვ, რომ დაგვიყენოს დაცვები. სარკისებური დაცვა ეწოდება ამას, მეგობრებო. სარკისებური დაცვა ეწოდება ამას. თქვენი სახელი თქვით? ეხლა უყურეთ მე როგორ ვიმუშავებ. მოკლედ სანთელი იცით რომ ეს ხელში მიჭირავს, მაინც მინდა რომ აჰა ბევრს დაგაინტერესდებათ. ეხლა უყურეთ, აი ესა, ეს ვარ მე და თქვენ და რაღაცებს წავიბუტბუდებ, უყურეთ. სახელი აი ეს მაგი ეს ჩვენი მომავალი, ჩვენი მზე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი გზები გახსნილი წითელი სანთელის ხმა გესმით, როგორ ჩხუბობს. ესე იგი გაიხსნა, იქაც ის უკან ჩხუბობს, უყურეთ, აი ჯერ არ დამთავრებულა, არა. აი გაჩვენოთ. არ დამთავრებულა, ნახეთ. აი ეს ყველაფერი, ხო? აი ესე ამოვდებ. უყურეთ, აი ესე. ეს ჩვენი სიძლიერე, რომ ჩვენი ძალები რომ ჩვენთან იყოს და ყველაფერი სიკეთე და ასე შემდეგ. მიხვდით, ხო? მიხვდით, ხო? აი ასე. უყურეთ. ხედავთ, ხო? ნახეთ, ვიღაცას არ უნდა როგორ გადაყირავდა დანა, ტერმა იგრძნო ეხლა, რომ მე და თქვენ აქ სარკისებურ დაცვას ვიყენებთ. უყურეთ, როგორ ჩემი დანა როგორ გამოედო ძაფი დანას. და უკანაც ის ახმაურდა. ხმა გესმით? გაგიჟდა დაცვა რო დავაყენე, გაგიჟდა. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ჩემი და თქვენი სარკისებური დაცვა. მე ამას, აი ამ სარკესთან ერთად, აი ესე, ერთი კვირა გავაჩერებ, აი ესე გავაჩერებ ერთი კვირა. და
იქ თუ ჩემი რაღაცები გამოჩნდა კუხნა არ გაგიკვირდეთ. ხო, როცა მუშაობთ, ვინც მუშაობთ, ეგრე გვაქვს. მოკლედ, ერთი კვირა ზუსტად დავდება მას და ერთი კვირის მანძილზე დაიტვირთება, ესე იქნება. დიაგნოსტიკები კი მაქვს, მაგრამ სხვა ტაროს გამოვიყენებ. ამას აი ესე დავდებ, ჩემო საყვარლებო, აი ესე დავდებ, უკვე გაქვთ დაცვა სარკისებური. ვაყენებ, ეხლა უყურეთ. სახელი ვაყენებ 1 არა, 2 არა, 3 წლის დაცვას. 1 არა, 2 არა, 3 წლის დაცვას. ამინ. მაგრამ რა არის, იცით, ეხლა შეიძლება რაღაცა ვინმე მკიდე ეხლა ბოროტმა ნახოს ეს რიტუალი და კიდე გაიმეოროს და ეგ უკვე ჩემზე არ არის დამოკიდებული, მიხვდით ხო? ეგ უკვე ნამდვილად მე უკვე არაფერ შუაში არა ვარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენ დაცვებს არ უნდა უყუროთ. იმას აქვს სხვა დანიშნულება. მტერი რომ ადვილად ვერ მოგერიოთ და ვერ გაგანადგუროთ, იმიტომ უნდა დაიყენოთ ბევრი დაცვები. ეს სხვა დაცვა, სხვა დანიშნულება, სხვა რიტუალის, მიხვდით ხო? თემას. აი მაგას ვამბობ, ხო? ეხლა აი ამასაც დავწვავ, მეგობრებო, და ეხლა უკვე მე აი ამაზე დავწვავ ერთი წუთი. აი ამაზე დავწვავ. აი ამაზე დავწვავ. ეს ნეგატივი. რაც იყო, ხო? რაც იყო. აი აქ წავა ჩემი და ჩემი გამომწერების ნეგატივი. რაც აქ დაგროვდა, რაც აქ ითქვა, რაც არ ითქვა, ისიც კი. ამინ. როგორც თქვი, ასეც იქნება და ასეც არის. ამინ. ძალიან ამიჭირდა, მაგრამ ძალიან არა, მაგრამ არის ყვადვილი. მოკლედ, ამას მე მასვიზავ, მერე უნდა გავა ნებილყლო, როგორ არის ქართულად? კაი, ეხა გავანეიტრალებ მე ამას ჯერ შავზე. თეთრზე არ მინდა ამით გაგაცილოთ, მიხვდით ხო? всё, დაკარგა ძალა, მადლობთ, რო გვემსახურე, მადლობა. და ეხლა უყურეთ კიდე რას ვიტყვი. ეხლა ესე დავადებ ხელებს და მომისმინეთ. ჩემო ანგელოზო, ჩამაცვი მე თქვენი სახელი, ბედნიერება და სიმდიდრე და როგორც ცაზე, ნახეთ ეშმაკი, როგორც ცაზე ვარსკვლავები არ დაითვლება და ვერ დათვლიან, ისე მეც თქვენი სახელი ისე მე ფული არ მითავდებოდეს, არ დნებოდეს, არ ქვრებოდეს ჩემგან, არამედ პირიქით დღე და დღე მომემატოს და გაიზარდოს. დაე იყოს ასე. ამინ. ჩ დ ი იუ კ ეფ ო კ ო ეტ. ამინ.
ეხა კი ნამდვილად გემშვიდობებით და გეტყვით. 13 ლარი არის გამოსასყიდი და 3 დღე უყურეთ. 3 დღე თვეში, 3 დღე. მეტი არ არის საჭირო და ვისაც ეს ცუდი ზრახვით შემოვა, გავმეორდები, რომ ეს უკვე ჩვენი ბრალი არ იქნება, არც ჩემი და არც ჩემი გამომწერების, მოკლედ უკან ბუმერანგი მოგიბრუნდებათ, ძალიან ცუდად ძალიან ცუდად მოგიბრუნდებათ, რაც აქ მოიხსნა, ის წამოვა თქვენზე და იყავით ლოიალურები და იყავით ადამიანურები. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე არ გემშვიდობებით, მიყვარხართ, ნახვამდის.